მოგესალმებით. იცით, არის კითხვები, რომლებსაც კაცობრიობა თავისი არსებობის მანძილზე სულ სვამს. დღეს სწორედ ასეთ ალბათ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვას შევეხებით. მოდით პირდაპირ ჩვენი არსებობის სათავეებში ჩავიხედოთ. ეს არის ის კითხვა, ხო? რატომ დავიბადეთ? ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია ამაზე. ეს ჩვენი ცნობიერების ძალიან ღრმა ეგზისტენციალური ნაწილია. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ეს ციტატა ფაქტობრივად გვეუბნება, რომ კითხვა, რომელზეც ამდენი ხანია თავს ვიმტვრევთ, იქნებ უბრალოდ სულელურია. ხომ ხვდებით, როგორი პროვოკაციული ნათქვამია. მოდი ვნახოთ, რას გულისხმობს ავტორი და ჩავყვეთ ამაზე ხსბოლომდე. საქმე ის კი არ არის, რომ აზრის ციება ცუდია. არა, პრობლემა, როგორც ჩანს, თვითონ კითხვის ფორმულირებაშია. ანუ, როცა ვკითხულობთ რატომ, იქნებ ეს კითხვა ისე აგებული, რომ პასუხი უბრალოდ არ არსებობს და ამიტომაც მივდივართ სიცარიელემდე. და ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ყველაფერს ცვლის. დაფიქრდით, ჩვენ ხომ არ ვეძებთ მიზეზს და მერე ვიბადებით? პირიქითაა, ჯერ ვარსებობთ და სწორედ ეს არსებობა გვაიძულებს, რომ მიზეზი ვეძებოთ. ანუ ძიება ჩვენი არსებობის შედეგია და არა მისი წინაპირობა. კარგით, ახლა მოდით კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ. იმისათვის, რომ გავიგოთ ჩვენი არსებობა, უნდა დავინახოთ 4 ფუნდამენტური წინააღმდეგობა, 4 ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენ ცხოვრებას განსაზღვრავს. პირველი, ეს არის შემთხვევითობა. ჩვენ აქ ვართ არა იმიტომ, რომ რაღაც დიადი გეგმის ნაწილი ვიყავით. ჩვენ უბრალოდ შემთხვევითობის შედეგი ვართ. არა გვირჩევია, როდის ან სად დავბადებულიყავით. ეს უბრალოდ მოხდა. მეორე, გაურკვევლობა. ჩვენ ვიცით, რომ მოვკვდებით, მაგრამ როდის? ამაზე პასუხი არავის აქვს. ჩვენ ვცხოვრობთ დროის ამ უცნაურ გაურკვევლ მონაკვეთში და ეს მუდმივი არცოდნა ჩვენი ყოფიერების განუყოფელი ნაწილია. და მესამე, რომელიც იდეალურად აბალანსებს წინას, ეს არის სიცხადე. დრო არ ვიცით, მაგრამ ფაქტი, რომ სიკვდილი გარდაუვალია, აბსოლუტურად ცხადია. ეს ჩვენი ცხოვრების ერთადერთი გარანტირებული მოვლენაა. და ბოლოს, მეოთხე წინააღმდეგობა, ყველაზე რთული უაზრობა. ჩვენ ვიბადებით სამყაროში ისე, რომ არავის მოუწია ჩვენთვის ინსტრუქცია ან კონკრეტული მიზანი. ეს იდეა ხშირად გვაშინებს, მაგრამ, როგორც ვნახავთ, სწორედ აქ იმალება თავისუფლების გასაღები. კარგით, შეიძლება ეს ყველაფერი ცოტა ბნელად ჟღერს, არა? შემთხვევითობა, სიკვდილი, უაზრობა. მაგრამ ახლა დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება ამ ერთი შეხედვით ნეგატიური რეალობიდან მივიდეთ ძალიან პოზიტიურ და ძლიერ დასკვნამდე. მოდით კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ამ 4 სიტყვას ერთად. შემთხვევითობა, გაურკვევლობა, სიცხადე და უაზრობა. ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ეგზისტენციალური თამაშის წესები. ეს არის ის რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. და ბუნებრივია, ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ ასია, მაშინ რა აზრი აქვს? თუ ყველაფერი შემთხვევითია და ბოლოს მაინც უკვდებით, რისთვის ვცხოვრობთ? ეს არის კულმინაცია. და პასუხიც სწორედ აქ არის. ეს არის ის მომენტი, როცა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. ანუ რას გვეუბნებიან, რომ მიზნის არ ქონა, ტრაგედია კი არ არის. არამედ, პირიქით, უდიდესი თავისუფლებაა. თავისუფლება იმ ტვირთისგან, რომ რაღაცას უნდა მიაღწიო, ვიღაცის მოლოდინები გაამართლო, რაღაც დიდებულის შექმნა, წარმოგიდგინიათ, ასე რომ მთელი ფოკუსი იცვლება. კითხვა აღარ არის რატომ, არამედ როგორ. როგორ ვიცხოვროთ კარგად, სრულფასოვნად იმ პირობებში, რომლებიც გვაქვს. ეს არის ნამდვილი გამოწვევა და შესაძლებლობა. და გადავდივართ ყველაზე პრაქტიკულ ნაწილზე. კარგი, მივიღეთ ეს თავისუფლება. მაგრამ რას ვაკეთებთ ამით? როგორ თარგმნოთ ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში? კონკრეტული რჩევები. იცხოვრე ყოველი დღით, თითქოს ბოლოა. შენ თვითონ გადაწყვიტე, საით წახვიდე და არა სხვებმა. იყავი შენი გზის პატრონი და აიღე პასუხისმგებლობა. და რაც მთავარია, იყავი კარგი ადამიანი სხვებისთვის. ნიშნულობას ჩვენ თვითონ გვქნით ჩვენი ქმედებებით. და ერთ ციტატა ამ ყველაფერს შესანიშნავად აჯამებს. ნახეთ, 64 და მნიშვნელობა არ არის სადღაც შორს რაღაც აბსტრაქტულ ინდიებში. ის არის უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში, სიყვარულში, ზრუნვასა და ერთად ყოფნაში. და ამ ძალიან ძლიერი, ცოტა პროვოკაციული იდეით ვასრულებთ. ანუ, იმის მაგივრად, რომ ნიშნულობა ვეძებოთ სადღაც შორს, მომავალში ან წარსულში, იქნებ უბრალოდ უნდა მივხვდეთ, რომ ერთადერთი რეალური ადგილი, სადაც ბედნიერება და აზრი შეიძლება ვიპოვოთ, არის აქ და ახლა. ხვდებით? იქნებ 64 რაღაც საბოლოო წერტილი კი არ არის, არამედ თავად ეს პროცესია, თავად ცხოვრებაა.